სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. კიდევ ერთი დღე დიდ მარხვაში შესასვლელად და ესე უკვე მრავალგზის, მრავალი წლის განმავლობაში. და კვლავ ეს თემები, რომელსაც ვეხებით ამ დროს, უკიდეგანო ოკეანეა, ამოუწურავია და ჩვენთვის ყოველ წელს ახალ და ახალ შესაძლებლობებს ხსნის, იმიტომ რომ ეხება ისეთ დიდ საიდუმლოებას, რომელსაც ჩვენი ღმერთთან ურთიერთობა ჰქვია. უძღებიშვილის კვირა. ვკითხულობდით ამ იგავს, დღეს იმედია რომ ყურადღებით ისმენდით და კიდევ ერთხელ შენ თავს კითხვას უსვავ, რომ სათხარ შენ აქ? უძღებიშვილი ხარ, უფროსი შვილი ხარ? ან ორივე ერთდროულად ხარ? ალბათ უფრო ეს მეორეა, მესამე. ორივე ვართ, ხან უძღებიშვილი ვართ, ოღონდ იმ პერიოდში, როდესაც მამისგან მოცებულ ნიჭებს ფლანგავთ არაწმინდებაში, ასევე ვართ ის უფროსი შვილები, უფროსი შვილი, რომელსაც არ უყვარს არც თავის მამა და არც თავის ძმა, მაგრამ ყველაფერს იდეალურად ასხვევას ეხება, ყველა ჩვენ ვატარებთ ამას, როცა ჩვენ თავს ვიწონებთ ჩვენი ცხოვრების წესით, ან იმ სტანდარტებით, რომელიც ჩვენში გამჯდარია, უკვე და ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ სრულყოფილ არსებებად ვიქცეთ და ასე შემდეგ. აღარ ვლაპარაკობ უმცროს შვილზე, როდესაც არაფრად მიგვაჩნია ის დიდებულება, რისთვისაც ჩვენ შეგგვქონა ღმერთმა და რაში ვფლანგავთ, სირცხვილია უბრალოდ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ამაზე ლაპარაკიც კი სირცხვილია, მაგრამ ჩვენ არა მარტო ვსაუბრობთ, არამედ მოქმედებთ ასე და ამგვარად. ხო და აი კითხულობ კიდევ ერთხელ იგავს და ამ უძღებიშვილისას და სათხარ ფიქრობ ამ წუთში საერთოდ. ერთი რამე აშკარაა, რომ პირველ შემთხვევას და მეორე შემთხვევას ავლენს რას, რომ მამისადმი სიყვარული არ არის. თუ ჩვენზე გადმოვიტანთ და აბა რა უნდა ვქნათ, ჩვენზე უნდა გადმოვიტანოთ, ღვთისადმი სიყვარული არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენი რწმენა რა ცოდნას გვაძლევს და ეს საოცარ ცოდნას, რომ ღმერთი კი არ დარჩა თავის ტრანსცენდენტულ ყოფიერებაში ჩვენთვის უცნობად და გარკვეული ადამიანების საშუალებით კი არ გვითხრა, როგორ მოვიქცეთ, რომ რაღაც საშინელება არ დაგვემართოს, და ან მარადისობაში რაღაცა უკაცრავად და ფოჩიანი კამფეტები მივიღოთ, როგორც სხვადასხვა რელიგია, სხვა გზა არ აქვს, არ არის გამოცხადებითი და ადამიანის გონებას სხვა რამის დატევნა არ შეუძლია. ყოვლის შემძლე ღმერთი და შენ უნდა კარგად მოიქცეთ, თუ კარგად მოიქცევი, მერე რაც გენატრებოდათ არ აგაკ, იმას მოგცემენ, ეგ არის. ხო, არ ვასახელებთ, რა რელიგიებია ეს. ჩვენ ხო ვიცით, რომ არ დარჩა მიღმიერ ყოფიერებაში და ის ადამიანად მოვიდა ტრანსცენდენტული, იმანენტური გახდა ღვთისმეტყველები, რომ ამბობენ, ანუ მე შემიძლია ღმერთი განვიცადო, მე შემიძლია მას მოусმინო, მე შემიძლია მას თვალებში ჩავხედო, ის შემოდის ჩემში, ჩემნაირი გახდა, ამიტომ მე შესაძლებლობა მეძლევა მისნაირი გავხდე, ჩემს გულში ღმერთი დამკვიდრდეს, ჩემი გული ზეცად იქცეს. გესმით ეს რა ხდება საერთოდ ჩვენ თავზე, რა შეიძლება მოხდეს ჩვენ თავზე, გესმით? აი ეს რწმენა გვაქვს ჩვენ და ეს ყველაფერი როგორ გაკეთდა? ერთი სიყვარული, ერთი სიტყვა ქვია ამ ყველაფერს, რითაც ეს გაკეთდა. ამას ქვია სიყვარული ღვთისა ჩვენს მიმართ, გამაოგნებელი. ადამიანი რო დაგეხმარება, შენ უცხო, ან ნებისმიერი სხვა, შენ მადლიერების გზნობა გიჩნდება. ეხლა თუ ეს ადამიანი უცხოა, თლათ მადლიერების გზნობა გიჩნდება და თუ ეს ადამიანი ძალიან რაღაცა იერარქიულ სოციუმში, იერარქიულ სტრუქტურაში ძალიან ზემოთ არის, ძალაუფლების მქონეა რაღაც და ის
და საერთოდ შეიძლება ვერ ხედავდეს, ხო, სამწუხაროდ ეს ხდება ხოლმე, ზემოთადიან და ვეღარ ხედავენ, ქვემოთ რა ხდება. ქრისტიანული იერარქია პირიქით არის, პირამიდის წვერია, იერარქია ოღონ ამოტრიალებული. არათუ ვერ ხედავს ქრისტიანულ იერარქიაში ესეთი პრინციპი, არათუ ვერ ხედავს თუ რა ხდება ქვემოთ, არამედ ყველაფერი ეს ქვემოთა წამოიწია თავზე დაიდო, მხრებზე დაიდო, უпроსორე და ხელთ უპყრია. ხო, ეს არის ქრისტიანული იერარქიის პრინციპი, რაც ღმერთმა გააკეთა. ხო და აი ესე იგი უცებ ხედავ რომ მან თავისი სიდიადით საშინელმა რა გააკეთა რომ შენთვის ადამიანად მოვიდა და შენს მაგივრად მოკვდა. ანუ საერთაშორის ამის გაგებას და დატევნაც ძალიან გვიჭირს. წესით, აი რატო ვთქვენ წმინდა მამები ქრისტეს სახელს ახსენებდნენ, ცრემლად იღვრებოდნენ, იმიტომ რომ ამის დატევნა არ გინდა კაცო, ეს ხო საოცრებაა, მაგრამ ჩვენ რატო ვართ ესე გულგრილი? იმიტომ რომ ჩვენი გული გაქვავებულია, ჩვენი გული უგზნობელია დიდებულების მიმართ, რომლის წინაშე ჩვენმა სარწმუნოებამ დაგვაყენა. და აი მთელი ჩვენი ასკეტური ცხოვრება, სულიერი ცხოვრება რაში მდგომარეობს, ეს ჩვენი გული გაცოცხლდეს, დარბილდეს, რომ ნაყოფი გამოიყოს, რომ საღვთო თესლი ჩავარდეს, ანუ ღვთის სიტყვა და ნაყოფი გამოიყოს და აი მთელი ცხოვრება ამას ვუძღვნით, მაგრამ ამავე დროს პარალელურად როგორც კი ჩვენ ღვთისნების საწინააღმდეგო მოქმედებას ვიწყებთ, ეს გული ისევ ქვავდება და ესე იგი ერთ წამს რაღაცა ღვთისნებით ცხოვრებას ვცდილობდა, ცოტა დარბილდება და რაღაცა იმედი ჩდება, მეორე წუთს ისევ ჩვენი ნებით მოქმედებთ ღვთისნების საწინააღმდეგო და ისევ ქვავდება, მერე ისევ დარბილდება, მერე ისევ გაქვავდება და გავიდა ცხოვრება. ხო და ეს გული არადარ გაცოცხლდა და ხო გესმით ეს გულში ამ შემთხვევაში ანატომიური გული კი არ იგულისხმება ჩვენი მისტიკური სიღრმე რომლითაც ჩვენ ღმერთს დაუკავშირდეთ. ხო და წარმოიდგინეთ ისე გარდავიცვალოთ რომ ღმერთს რომ მე უყვარ ვარ ამის განცდაც არ მქონდეს. არადა ეს არის წინაპირობა იმისა რომ მე ღმერთი შევიყვარო. სხვანაირად შეუძლებელია. ეს ხო არ არის რაღაც საღვთისმეტყველო ან ფილოსოფიური აზრი. ეს პირდაპირ წერილში წერია გამოცხადებითი ჭეშმარიტება ჩვენ გვიყვარს იგი რამე თუ პირველად მან შეგვიყვარა გვასწავლის იოანე მოციქული თავის წერილში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს. და ჩვენ თუ გავაცნობიერეთ რომ ჩვენ მას როგორ უყვარ ვარ, ხო გეუბნებით ცრემლად დავიღვრებით. ჩვენი ბუნება ბოლომდე ვერც კი გაუძლებს ამას, ამ სიდიადეს ცეცხლოვანი და მგონება მიუწვდომელი სიყვარულისა. საბოლოო ჯამში ეს იგავი რას ეხება რომ მამა რომელსაც უყვარს თავისი შვილი, ეხლა აქ არის უამრავი ნიუანსი ამ იგავში ჩვენ წლების განმავლობაში ამ იგავს განვიხილავდით, მას ვერცერვესოდეს ამოწურავ, უამრავი რამ დაწერილა, კიდე ითქმება, კიდე დაიწერება. მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ მამას ნამდვილი სიყვარულით უყვარს თავისი შვილები. ნამდვილი. რა არის ეს ნამდვილი სიყვარული? ეს არის სიყვარული, რომელიც არ ძალადობს თავის შვილებზე, რომელიც უნარჩუნებს მათ თავისუფლებას, რომელიც ბოლომდე ინდაბლებს თავს და მორბის რო გულში ჩაიკრას, რომელსაც არაფერი ენანება თავის შვილებისათვის, რომელიც თუ შეინანებს, ანუ თუ მეტამორფოზის პროცესი დაიწყებოდა სვანაირად მამის აღქმა არა აქვს, აი ადამიანს არ აქვს ღმერთის აღქმა. უძღებს შვილს და უფროს შვილსაც არ აქვს მამის აღქმის უნარი არ აქვს, ვერ აღიქვავს მამას როგორც სიყვარულს. ჩვენ ვერ აღვიქვავთ ღმერთს როგორც სიყვარულს, ვერ აღვიქვავთ, გესმით? და აი ეს მდგომარეობა არის საშინელი, რაც არ უნდა გააკეთოს ღმერთმა. ჩვენ არ გვშველის არაფერი, თუ ჩვენ არ შევიცვალეთ, ანუ რაც არ უნდა გააკეთოს რა მოთქმენა, არ გააკეთა თუ რა, ანუ ადამიანად მოვიდა და შენთვის მოკვდა და შენ მაინც გულარხენად დააბოტებ ამ დედამიწაზე, ვითომც არაფერი, ანუ არ არსებობს, გესმით, არ არსებობს ერთი პატარა ნიუანსი, რომელსაც შენ ღმერთს ეტყოდი, რომ იცი ესეც რო გაგეკეთებინა, მაშინ მე მივხვდებოდი, რომ და რაღაცა მეშველე, ეგეთ რამე არ არსებობს. გესმით რა შეასაქმე. ხო და აი წარმოედგინეთ, ესე იგი ეს ჩვენი მდგომარეობა როგორია და მამის სიყვარულს ვერ აღვიქვავ და ეს იგავი რაზეა, რომ ვერცერთი შვილი ვერ აღიქვავს მამას როგორ უყვარს ისინი, რომ მე თვითონაც შეიყვარონ მამა. ეხლა ეს უძღებს შვილს რაც შეეხება კინაღა მოკვდა კაცო ღორებზე უარის მდგომარეობაში ჩავარდა და იმდენი გონიერება იყო, მოეგო თავსა თვისა იგავში წერია, ანუ იმდენი გონიერება იყო, რომ
წავალ კაცო, ესე იგი მოჯამაგირეთ მაინც დაუდგები, აბა ასე მშიერი მოუკვდები და თან ვეტყვი რომ რაც არის ხო, ჩემი ბრალია და ვწოდე და მივალ და დავემხობი და ვწოდე და მოჯამაგირეთ მიიღე, თორე მოუკვდი. და მე მამამისი სრულ რეაბილიტაციას კი არ უკეთებს. არამედ რეაბილიტაციაზე მეც აძლევს. ანუ ეს სამეფო სამოსელის სამეფო რეგალიებს აძლევს, ხო, მოკლედ. და კითხვა ჩდება, ხო, ესე რომ ადამიანურად ვიფიქროთ. მე რას იზავდა ეს უძღებიშვილი? ანუ დააფასებდა ამას, არ დააფასებდა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, აბა რა კაცო დააფასებდა, რა იცი. ნახეთ, რაც არ უნდა გაგიკეთოს ღმერთმა, შენ თავისუფლებას ის არ აუქმებს. აი გადაყვებათან ყველა სამეფო რეგალიებს მოგცემს, მწვერვალზე აგიყვანს, მაგრამ შენ ისევ თავისუფალი რჩები. ანუ ისევ გაქვს შესაძლებლობა, რომ თქვა უთხრა მას უარი, არა, სანამ საბოლოოდ არ განეხვთობი და სასופველს არ დაემკვიდრებ ქრისტესთან ერთად მამის მარჯვნივ. ამიტომ გესმით ეს რამდენად შეიყვარებ შენ ღმერთს, ეს არის ეს აი ამაზეა ყველაფერი დამოკიდებული, ეს დამოკიდებული იმაზე რომ დაინახო მას რამდენად უყვარ ხარ, გესმით რამდენად უყვარ ხარ. და ფაქტობრივად რა გამოდის, ეს იგავე არის იმის შესახებ თუ როგორ ვუყვარ ვარ ჩვენ ღმერთს და როგორ უნდა შევიყვაროთ ჩვენ სანაცვლოდ იგი რომ ვცხონდეთ, ანუ რაში ღმერთს რაში გჭირდება ჩვენი მისდამის სიყვარული. არაფერში ხო ხვდებით ის ხო სიკეთის სისავსე, ამას არაფერი ჭირდება, ჩვენ გვჭირდება, იმიტომ რომ სხვა ურთიერთობა ცხონებისთვის, გადარჩენისთვის, სხვა ურთიერთობა ღმერთთან თუ არა მამაშვილური სიყვარულისა, სხვა ურთიერთობა არ არის მაცხონებელი. ნებისმიერი ურთიერთობა მოჯამაგირის და ეს რაღაცა დაქირავებული ეს არ არის ახალი აღთქმა, ეს არის სიყვარულის მიერი ურთიერთობა ადამიანისა ღვთის მიმართ. იმიტომ რომ ღმერთმა გონება მიუწვდომელი სიყვარულის საქმე განახორციელა, გესმით? აი ეს არის ახალი აღთქმის პერიოდი და ფაქტობრივად უძღებიშვილი იგავი ამას გვასწავლის, რომ ჩვენ შევძლოთ მამის ჩვენდამი სიყვარულის დანახვა. და შევძლოთ, დავინახოთ, შევძლოთ, ესე იგი აქაც ხო ჩანს, ჩვენ ვართ გონიერნი, ჩვენ ვართ თავისუფალნი. ანუ თვითუფლებრივი და მოაზროვნე არსებები ვართ. ამიტომ როცა ვამბობთ შევძლოთ, ესე იგი ჩემი გადასაწყვეტი ყოფილა, ჩემი ღმერთმა ყველაფერი გააკეთა. ამაზე მეტის ანუ ღმერთის გაკეთებული არის აბსოლუტური სისავსე და სისრულე. იმას ვერაფერს დაამატებ. ღმერთი თავის თავს ვერაფერს ვერ დაამატებს. იმიტომ რომ ის არაფრის დამატებას არ საჭიროებს. გონება მიუწვდომელი სისავსეა. იმიტომ ღმერთი იმიტომ არის ღმერთი, რომ ვერაფერს ვერ დაამატებ, ვერც მის ბუნებას და ვერც მის გაკეთებულ სიყვარულის საქმეს, ვერაფერს ვერ დაამატებ, ის სისავსეა. ესე იგი დარჩა ჩემი გასაკეთებელი დარჩა. და აი აქ მახსენდება რომ კიდევ ერთხელ რომ მე ვარ გონიერიც, ანუ მე უნდა მივხვდე და თუ ვერ მივხვდი, არ გეპატიება თუ ვერ მივხვდი. სისულელე ცოდვაა. ჯანმრთელ ადამიანს გულისხმობ. სისულელე ცოდვაა, უგუნურება ცოდვაა, სიბრძნე სათნოებაა, გესმით? მეცას გეტყვით, შიშრობა ცოდვაა და სიმამაცე სათნოებაა. ადამიანი თქვის, კარგი, კაი, სისულელე გასაგები არა, შიშარა თუ არა რა, არ უნდა იყო შიშარა ნიშნავს, რომ შენ არ ენდობი ღმერთს, გესმით? ამას ნიშნავს. ანუ შენში გულში ღმერთი არ არის. და სიმამაცე სათნოებაა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ღმერთზე მინდობილი ხარ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ესე იგი ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი გონიერებით მივხვდეთ, რა ნაბიჯები გადავდგათ და ამ მიხვედრაში თავად ღმერთი გვეხმარება, იმიტომ რომ მან მოგცა ცოდნა რწმენის მიერ და ვიცი რომ ქრისტე ღმერთია და ეხლა ცოტა გამოფხიზდი და მოუხმე გონებას და შესაბამისი ნაბიჯები გადადგე. ჩვენ ხო არაადეკვატურები ვართ. ჩვენ ქრისტიანები ვართ ძალიან მაგარი არაადეკვატურები. უფალი იმიტომ ამბობს ერთ-ერთ სახარების სიუჟეტში, რომ ამასოფლის ზენი თქვენზე გონიერები არიან. ვიცით რატო ამბობს? ამასოფლის ზენს, რომელსაც ღმერთი არ ასწამს და მარტო თავის ჯერა, ხო, შესაბამისად მოქმედებს. გონიერია. ის ფიქრო ღმერთი რადგან არ არის, ან თუ ისე წამს სიტყვით, მაგრამ რეალურად მისთვის ღმერთი არ არის, თავის რეალიზებისათვის სწორ ნაბიჯებს დგავს. და შენ რომ იცი რომ ღმერთი არის, ამის შესაბამისად რო არ მოქმედებ.
გესმით? ამიტომ არის, ამიტომ უფალი შენზე გონიერიაო. ის თავისი რწმენის, თავისი სოფხედელობის შესაბამისად მოქმედებს და შენ ქრისტიანი, რომელმაც იცი, რომ ქრისტე ღმერთია და შენთვის მოვიდა, შენ რატომ არ მოქმედებ შენი სოფხედელობის შესაბამისად? დაიესია და ესე იგი ჩვენი გონიერებით უნდა მოუხმოთ თავსათვისა და გადავდგათ სწორი ნაბიჯი და ჩვენი თავისუფლების რეალიზაცია, რომ შემიძლია გადავდგა, შემიძლია არ გადავდგა, შემიძლია მივიღო, შეიძლება არ მივიღო, მინდა ასე ვიზავ, მინდა სხვანაირად ვიზავ. აი როგორც გინდა ეგრე იქცე. ეგ არის საშიში, საშინელი, ესე იგი, უნარი ადამიანში, რომ ესე იგი თან ესე ხარ, აი მიშვებული, მე რაც გინდა ისკენ. რაც გინდა ისკენ. და ერთადერთი რასაც ღმერთი აკეთებს მოვიდა ცოდნა მოგცა საკუთარი თავი დაგანახა როგორც სიყვარულმა მოგიმზადა ეკლესია მოგიმზადა ღვთის სიტყვა ყველაფერი დაგიდო და გეუბნება ახლა როგორც გინდა შენ ისე მოიქცე და ეს თავისუფლების ჩვენი გონიერების თავისუფლებაში რეალიზება არის სწორედ პიროვნულობა ეს არის ჩვენი თავისუფლების ჩვენი გონიერების თავისუფლებაში რეალიზება ეს არის პიროვნულობა ინდივიდუალიზმი არის ეგოიზმში რეალიზება პატიმოყვარეობაში, მერამე სიამოვნება, რუასაბ თათქარიზეობა და ასე შემდეგ. ხოლო პიროვნულობა ეს არის თავისუფლებაში რეალიზება, როდესაც მე არა ვარ დამოკიდებული, დაქვემდებარებული თვით ჩემსავე თავს. ჩემ თავს 1000 სისულელე უნდა. მაგის ჭკვაზე სად გავივილი? ვინც არ უარყოს თავითვისი და არ შემომიდგეს მე, იგი არ არის ჩემი ღირსი, ხედავთ საკუთარი თავი ვინ არის. ის უნდა უარყო ეგ არის ზუსტად ქრისტიანობა და აი აქ წარმოჩინდება თავისუფლების სიდიადე საკუთარი თავის უარყოფაში. და ადამიანს ეს არ უნდა, ადამიანს უყვარს საკუთარი თავი ცუდი სიყვარული. აი როგორც ისე ლუარსაბ რა კაი კაც არც განიკითხავ თან რასაც გინდა იმას აკადრებ. ლუარსაბ იმიტომ რომ არ არსებობს. თუმცა ის ყველა ჩვენგანშია. ლუარსაბს უყვარს საკუთარი თავი, დაფოფინებს საკუთარ თავს, გესმით? აი ამ გვარ სიყვარულს ვიგზალავს უფალი და ესე იგი ჩემი თავისუფლების რეალიზება უნდა მოხდეს და აი აქ პავლე მოციქული რა საოცრად გვახსენებს დღევანდელ საკითხავში რომელსაც ეკლესია უძღების შვილთან ერთად გვაწვდის კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის რასაც მე თქვენ გეუბნებოდით რაც გინდათ ისქენით ცოტა უფრო მკვეთრი გამონათქვამებიც არსებობს ერში ამასთან დაკავშირებით. რაც გინდათ ისკენით. ყველაფერი ნებადართულია შენთვის. ჩემთვის ის საკუთარ თავზე ცოტა კორექტულად საუბრობს ახლა ამ შემთხვევაში. რაც გინდა, რასაც მინდა იმას ვიზა, მაგრამ ყველაფერი როდის არის სარგო ჩემთვის. ყველაფერი სასარგებლო არ არის. და აი აქ უკვე ჩდება კითხვა, რომ ესე იგი მე ესეთი გაქანება მაქვს, რასაც მინდა იმას გავაკეთებ, მაგრამ დააფიქრდი რა, ეს შენთვის რამდენად სასარგებლოა. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, უფრო მაგარ სიტყვას ამბობს. ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის და რას გინდა ისქენი ისევ, ხო? და იქ თუ ამბობდა ყველაფერი სასარგებლო არ არის, ახლა აქ ამბობს, რომ მაგრამ მე ვერაფერი დამიმონებს. აი, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი რა გამოდის, რომ ნებადართული კია შენთვის ყველაფერი, მაგრამ შეიძლება რაღაცამ დაგიპყროს, ხაფანგი იყოს. აი, შენი გული იწევა იქი და ხაფანგი აღმოჩნდეს. ეს ხაფანგი არის ღვთისნების საწინააღმდეგო ქმედება. როცა ჩვენ გულის სიტყვას ავყვებით, რომელი გულის სიტყვას ღვთისნებასთან თანხვედრაში არ არის, ეს არის ხაფანგი, რომელიც დაგიმონებს აუცილებლად. ამიტომ შენთვის ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ დაფიქრდი, რასაკეთებ. რა გულის სიტყვა, რომელ გულის სიტყვის მიხედვით ამოქმედდი და რამდენად იყო ეს გულის სიტყვა ღვთისნებასთან თანხვედრაში. და მე დიდი პასუხისგებლობის წინაშე გვაყენებს. ადამიანი იტყვის, რომ კაი ხო, ხან ისე ვიზავ, ხან ასე ვიზავ, რა მოხდა? ეხლა მაგალითად ვიღაცა იზავს იმას, რომ ხა ტაძარი კი არის, ხო ტაძარი, მოდი ცოტა ხანი ნაგავი შემოვიტანოთ აქეთ. მე გავიტანთ რა მოხდა? ამას ხო არ ვაკადრებთ ქვის ტაძარს. რამდენი პრობლემები ქონია, ხო ვალაგებთ, ვასუფთავებთ, წმინდა, უცებ რაღაც ნაგავი ხელს გვიშლის, რა უყოთ ახლა, რა უყოთ? მოდი რა უცებ ტაძარში შევყაროთ ეს ნაგავი. ნუ მე გამოვყრით რა მოხდა? ამას ტაძარს არცეთი არ ვაკადრებ. და ჩვენი ტაძარი სხეულისა ჩვენი ბუნებისა, ხო ის უფრო ძვირფასია ვიდრე ქვა და ცემენტი და ბლოკი, გესმით რა შეასახმე. ამიტომაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ნუ თუ არ იცით, აი როცა ვერაფერი დამიმონებსო და ეს დამონება რა შეიძლება გამოვლინდეს. ნუ თუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია. ტაძარი კიდე რას ნიშნავს? თქვენში დამკვიდრებული სულიწმინდის, ანუ ღმერთია ჩვენში დამკვიდრებული.
და ნუ თუ არ იცი, არ გახსოვს. ეგ არის შენ რო გწამს ღმერთი, რო ქრისტე ადამიანად მოვიდა, ეგ ხო ამის გაგრძელებაა, ამ დიდი საიდუმლოების ღმერთი რო ადამიანად მოვიდა, იმის გაგრძელებაა, რომ შენ ხდები ქრისტეს მსგავსი, ანუ შენში ღმერთი გიებს. ის თავად არის ღმერთი და შენში მადლის მიერ გიებს ღმერთი. და ეს რომელიც სხეული, რომელიც ღვთის ტაძრად უნდა გადაიქცეს, ეს გაქვთ ღვთისგან გეუბნება. ანუ ღმერთმა ასეთად შექმნა, ღმერთმა ასეთად ჩაგიფიქრა. ასეთად ჩაგიფიქრა და მერე ეს რომ რეალიზებულიყო, შენ ესე იგი არ დაუჯერე ღმერთს, შენ განუდექი და ეს რომ რეალიზებულიყო, გააკეთა შეუძლებელი. თვითონ მოვიდა სამყაროში, შემოვიდა და თვითონ მოკვდა. და შენი გადარჩენისათვის ახლა უკვე იურიდიული ხედვა ღვთის განკაცების და ჯვარცმის საიდუმლოებისა. შენ გამოგისყიდა, ანუ გადაიხადა. აი მონახარ და მონახა ეშმაკის მონახარ, ადამიანი ეშმაკის მონა ამ სამყაროში და თავადი ამ სოფლისა ვინ არის ეშმაკი. მონახარ და მოვიდა და გადაიხადა ძალიან დიდი თანხა. დიდი საფასე გადაიხადა შენ რო გამოგისყიდოს და რა არის ეს? ეს არის მისი ტანჯვა და მის მიერ დაღვრილი სისხლი და მისი სიკვდილი, საკუთარი სიკვდილი გადაიხადა შენ სიცოცხლეში. ამიტომ პავლე მოციქული გვეუბნება, არ ეკუთვნით საკუთარ თავს, ისევ იურიდიული კანონი შემოაქვს. მონახო ხარ და ხო გიყიდა, თავისუფალი არ ახარ, გიყიდა. და ამიტომ შენ თავს აღარ ეკუთვნი, პასუხისგებლობის წინაშე გაყენებს. რა თქმა უნდა იურიდიულად, თორე სინამდვილეში შენ გიყიდა იმისთვის, რომ შენ გაგათავისუფლოს. აი რო იყვნენ ხოლმე რა ესეთი მეცენატები, რომ მონას იყიდნენ და გაათავისუფლებდნენ. ეგეთი ისტორიაში, ეგეთი მაგალითები ხო გიყიდა რომ გაგათავისუფლოს. და უცებ შენ თავისუფალი, ისევ მონობაში რო წახვალ, იქ მინდაო ისევ რო იტყვი. რა ქვია ამას? აი ეს ხდება. და ამიტომ გვეუბნება, არ ეკუთვნით საკუთარ თავს, პასუხისგებლობის წინაშე გვაყენებს. რადგან სასყიდლით ხართ ნაყიდი, ისევ ამაზე საუბრობს და აბა რა ვქნათ ადამიანი იტყვის. ადიდეთ ღმერთი და აქ ადამიანს ორ ნაწილად გაყოფს. ადიდეთ ღმერთი სხეულით და სულით. როგორც გონია რომ ლოცულობს რაღაც, მე წავა ჩათვრება. ან რაღაც კიდევ სხვა სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს. გესმის არ რაღაცა ასე შემდეგ, ანუ არ უფრთხილდება საკუთარ თავს როგორც ტაძარს. ამის უფლება ქრისტიანს არ აქვს. თუმცა შეუძლია გააკეთოს. დაბრუნდეს ისევ მონობის მდგომარეობაში. მაგრამ ამას რა შედეგი მოყვება, ხო წარმოგიდგენია და ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელიც არის ღვთისა. მაგრამ ეს იმიტომ გამოგისყიდა, მაგრამ ეს იურიდიული მიდგომა, რომელიც იმდროინდელი რომის იმპერიის მოქალაქისათვის მეტაკლებად გასაგები იყო, ეს ერთი მხარეა იმ საიდუმლოების, როგორც გითხარი, მაგრამ არსი მართ შორის აი ამ იურიდიული განმარტების არსიც არის ისევ და ისევ სიყვარული. სიყვარული, რომელიც უნდა დავინახოთ ჩვენ ღმერთში და შესაბამისად უპასუხოთ კიდევაც და აი რა თქმა უნდა მისი მთავარი გამოვლინება, მისი როგორც სიყვარულის მთავარი გამოვლინება და ის რომ მან თქვა გამოცხადებით ხო ვიცით რომ ღმერთი არის სიყვარული. ეს ხო მარტო ქრისტიანული ესეთი საღვთისმეტყველო თეზისია არც ერთ რელიგიაში. არც ერთი რელიგიის ეგრეთ წოდებულ წმინდა და საღვთისმეტყველო წიგნებში, ეგრეთ წოდებულში. არსად ესეთი საღვთისმეტყველო თეზისი არ არის რომ ღმერთი არის სიყვარული. ეგეთ რამე არსად არ არსებობს სრული პასუხისგებლობით გეუბნებით. გესმით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რას ნიშნავს ეს საქმეში? ეს ნიშნავს იმას, რომ მოვიდა ადამიანად და შენთვის ჯვარს ეცვა. სიყვარულია ღმერთი. და სიყვარული ჯვარს ეცვა შენთვის, რომ ესე იგი შენ შეგეყვარებინა სიყვარული. ამიტომ ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე ერთგვარი რაღაც გამონათქვამებად იქცა, ხო? უყუროთ სამყაროს ქრისტეს თვალებით. ეს დიდებული რამ არის, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და ქრისტეს საქმეს ვაგრძელებთ და ჩვენ რომ ეს შევძლოთ ამისათვის მნიშვნელოვანია რომ ქრისტეს გარეშე არ ვიყოთ არასოდეს და ვამბობთ ხოლმე და ვამბობთ რომ არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის გვირგვინი შეიძლება იყოს ესე რომ გვიყვარდეს ჩვენთვის ჯვარცმული სიყვარული.
ეს აი ადამიანის ქრისტიანის ცნობიერებაში მუდმივად უნდა ტრიალებდეს ეს სიტყვები, გვიყვარდეს ჩვენთვის ჯვარცმული სიყვარული, გვიყვარდეს ჩვენთვის ჯვარცმული სიყვარული. და ეს სიტყვები ჩვენს გულზე უნდა იყოს ამოკაწრული. ჩვენ ამას რო ვივიწყებთ, რომ ქრისტიანობა რა არის, რომ სამყაროს შემოქმედი ყოფიერების საწყისი არის სიყვარული და ის მოვიდა და ჩვენთვის ჯვარს ეცვა, ამას რო ვივიწყებთ, აქედან გამომდინარე არის ჩვენი ქრისტიანობა უღიმღამო, უშინაარსო, სულგამოცლილი, გამოფიტული. იმიტომ არის, რომ ჩვენ ვეზიარებით, ვლოცულობთ, მაგრამ ჩვენ არ ვიცვლებით, იგივენი ვრჩებით, იმიტომ რომ სიყვარული აქვს გამოცლილი და ჩვენ თუ არ დავინახავთ ამ სიყვარულს ღმერთისას და არ ვუპასუხებთ შესაბამისად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენთვის არ იქნება გაცნობიერებული ის, რომ ღმერთი არის სიყვარული, რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვა და ჩვენის უნდა გვიყვარდეს, მაშინ ჩვენი სულიერი ცხოვრება მხოლოდ თამაში იქნება ქრისტიანობის, რომელიც არაფერ შედეგს არ მოგვიტანს. და აი დღეს დავით აღმაშენებლის ხსენებაა და მისი ცხოვრება ამ მხრივ ძალიან საინტერესო. ეს არის ადამიანი, რომელსაც უყვარდა მისთვის ჯვარცმული სიყვარული, მთელი ცხოვრება მიუძღვნა ღვთისმსახურებას, იმიტომ ეწოდება კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებელი, რომელიც ვფიქრობ, რომ დღეს დაუფასებელია და მისი ეს მხარე, როგორი იყო ის, როგორც ქრისტიანი, მისი ეს სულის საგალობელი, გალობანისინანულისანი ვერ გაგებული ბოლომდე გესმით და ეს ვერ გათავისებული, თუმცა ყოველთვის ნებისმიერი ხელისუფლება საქართველოში ცდილობს გარკვეულწილად თავის ორიენტირად ჰქონდეს, თქვა დავით აღმაშენებელი, იგივე წმინდა ილია მართალი, მაგრამ არ გამოგვდის, იმიტომ რომ თავარი მანათობელი ამ დიდებულ ადამიანში დავით აღმაშენებელში იყო და ცხოვრების საზრისი, მიბაძვის ობიექტი, ვისი მსგავსებისაგან ისწრაფოდა, ეს ყველაფერი იყო იესო ქრისტე. იესო ქრისტე და მის გარეშე მთელი სამყაროც არაფერი. ასე რომ აი ამ სულისკვეთებით გვმუხტავს დღეს ჩვენი დედა ეკლესია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით მივახლოდეთ იმ განწყობას, რომელიც უნდა გვქონდეს დიდმარხვის დასაწყისში, მის შუაში, დასასრულს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ჟამს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.